გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მინდა ეხა შემოგთავაზოთ განხილვა თამბაქოსი. სხვადასხვა ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. მე გითხარით, რომ ფაქტიურად შეუძლებელია საქართველოში ჩიბუხის კარგი თამბაქოს მოძიება და შეძენა. და ფაქტიურად მაგბარენის რამოდენიმე სახეობის თამბაქო არის და როგორც გითხარით, გავაკეთე განხილვა კიდეც ვირჯინია არის ამფორასი მე მგონი და რამოდენიმე ქართველი მწარმოებელის 3 თუ 4 ტიპის თამბაქო და მეტი თამბაქოს ფაქტიურად შოვნა შეუძლებელია მეთქი. და მაინც აი თამბაქოს მაღაზიები ხსნება ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ვეიპის მაღაზიები, ხო? აი ეს ორთქლით მოწევა თუ რა ქვია ამას ისინი რო არის და მაინც ყველა ახალ მაღაზიაში აი სოკოები ჩდება ქალაქში, მაინც შევიხედავ ესეთი მოვალეობის მოხდის მიზნით მოვიკითხო ხო არა აქვს ჩიბუხის თამბაქო არა მეუბნებიან და აი ასეთ მოძიების დროს სულ შემთხვევით ქალაქში, ბათუმში, აი ესეთ მაღაზიაში რომელშიც წარ უნდა ყოფილიყო, წავაწყდი ერთ-ერთ უნიკალურ თამბაქოს, რომელსაც აი დასავლეთში დაზდევენ და ჩიბუხის მოყვარულები აი უცებ ყიდიან. ეხლა გაჩვენებთ და მოგახსენებთ რა არის. აი ასეთი ულამაზესი და უმაგრესი თამბაქო შევიძინე ოფიციალურად შემოტანილი საქართველოში. მაღაზიაში, რომელშიც მოგახსენებთ, იყიდებოდა მხოლოდ ვეიპის აი სითხეები, მოსაწევი და ფაქტიურად თამბაქო არ იყიდებოდა. სულ შემთხვევით აი ეს ჰქონდათ. რა თამბაქო არის ეს? ეს არის ლეგენდარული ფირმა V.O. ლარსენის თამბაქო. ჩიბუხის მოსაწევი ეს თამბაქო, ეს ფირმა უშვებს რამოდენიმე ტიპის თამბაქოს, ერთ-ერთის განხილვაც კი მქონდა მე V.O. ლარსენი 1865 და ამის გარდა უშვებს კიდე 3 თუ 4 ტიპის თამბაქოს, ყველა არომატიკები არის, მე მგონი ერთ signature ქვია და კიდე რამოდენიმე დასახელება. სულ 4 ტიპის თამბაქოს უშვებს, ძალიან პოპულარული არის, აი high class-ის არომატიკები არის და რასაკეთებს კიდევ. წელიწადში ერთჯერ ექსკლუზიურად უშვებს ძალიან მცირე რაოდენობის თამბაქოებს და აი ზუსტად იმ წლების სახელს არქევს. აი მაგალითად 2011, 2013, 2014, 2025 და ესე შემდეგ. გამოუშვებს ამას, მე მგონი წლის დასაწყისში უშვებს, მაღაზიებში შევა თუ არა ამას თამბაქოს მოყვარულები აი უცებ აქრობენ რამოდენიმე დღეში და შემდეგ მხოლოდ გადამყიდველთან თუ ნახავთ. და აი ჩემი გაოცება, როდესაც ნახეთ რომელი 2015. ამ ეს თამბაქო მცირე ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, 2015 წელს არის გამოშვებული და აი მის შემდეგ როგორ შემომტანს ქონდა დიდი ხნის შემოტანილი ჩვენთან თუ ეხლა სადმე იყიდა საწყობში და ჩამოიტანა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტიურად არის 10 წლის წინ გამოშვებული, ანუ 10 წლის დაძველების თამბაქო შევიძინე თან V.O. ლარსენი. ფანტასტიკური თამბაქო არის. მაგრამ არის აი ერთი საშიშროებაც თან, საკმაოდ ძვირი გადავიხადე და აი ეხლა მოგახსენებთ რა ხდება. თქვენთან ერთად გავხსნით და ვნახავ, იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე ცუდი ვარიანტი. ეხლა რა ხდება? მე გითხარით, რომ თამბაქოებს აძველებენ და თამბაქო აი ისევე როგორც კონიაკი, რაც უფრო ძველდება, უფრო კარგი ხდებაო და ამბობენ, რომ 5 წელი, 6 წელი თამბაქოს თუ არ გახსნით და ის ვაკუუმში იქნება შეფუთული და აი ესეთი 5-6 წლის დაძველების იქნება, შვენიერი თამბაქო გამოდის, 10 წლამდე დაძველების საერთოდ ზღაპარი ხდება, ნუ ამბობენ, რომ 10 წლის ზემოთ უკვე დიდი აზრი აღარ აქვს. მაგრამ ეს ეხება ბრიტანულ ნაზავებს, არომატიკებს, ეგრეთ წოდებულ არომატიკებს. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც დანამატები, ხო? და ამბობენ, რომ არომატიკებიო 10 წლის განმავლობაში შენახვა, კარგი არის მისი დაძველება, მაგრამ თუ კი რაიმე პირობები დაირღვა, ვაკუუმი დაირღვა, ან რაღაცა დაირღვა, არის ვარიანტი, რომ აი ამ არომატიკებმა რაღაც უსიამოვნო სიმწარე, ან რაღაც უსიამოვნო გემო შეძინოს თამბაქოსო და ანუ დაძველების პროცესში კი არ მიიღოთ უფრო უკეთესი თამბაქო, ანუ შეიძლება უფრო გაფუჭებული თამბაქო მიიღოთ, ანუ ძალებში გაფუჭებული ასეულს, ანუ მისი გემოვნური თვისებები უფრო გაფუჭებული იყოს. თან ახლა აი ასეთ კოლოფებს მე როდესაც ვაკეთებდი V.O. ლარსენის კოლოფზე, ეს ძალიან ლამაზი არის, ფანტასტიკურია, რაღაცა პენალს გავს, მაგრამ
ვაკუუმი თავიდანაც არ არის ამაში, არ არის ეს დავაკუუმებული, იმიტომ რომ წარმოებმა იცის რომ ეს თამბაქო უცებ იყიდება და უცებ იხსნება და უცებ გადის ბაზარზე, ანუ ვაკუუმში არ არის, თუმცა შიგა პაკეტი დავაკუუმებულია, მაითან როდესაც ვნახე, აი ესეა, ნახევრად კიდეც იხსნება. მოგდეთ ნახოთ, თქვენთან ერთად გავხსნი და თქვენთან ერთად დამაგემოვნებ ამ თამბაქოს. იმედი მაქვს რომ გამიმართლა და ექსკლუზიური თამბაქო 10 წლის დაძველების, არ ვიცი ახლა ამას ვერც კი ვიფიქრებდი. თვითონ თამბაქოს შესახებ რა მინდა გითხრათ. ესე იგი 2015 წელს არის გამოშვებული, აი ესეც კოლოფსაც აწერია 2015. ვიო ლარსენის ექსკლუზიური ნაწარმი არისო და რისგან შედგება. ანუ ძირითადი მისი შემადგენლობა არის შავი კევენდიში, ვირჯინია და მცირე ესე კუბებად დაჭრილი ბერლი. ძალიან შებოლილი და ამბობენ რომ უწერია ანოტაციაში რომ დაყვება ქართულად როგორ ქვია, ჟოლოს და ბროწეულის არომატებით არის. ჟოლოს და ბროწეულის არომატები და აი ფერშიც ჩანს მე მგონი. კოლოფის ფერშიც, რაღაც კოლოფიც რაღაც პატარა შედევრი არის ხელოვნების. ვიო ლარსენი, აი edition ექსკლუზიურია ქართულად. აი ეს სარწერა, რომელსაც ვიო ლარსენი ყოველთვის ეს სტიკერად აკრავს. ავაძროთ და ჩვეულებრივად კოლოფი დაგრჩება. ოფიციალურად შემოტანილი საქართველოში. აი ეს ყოჩახ შემოდანს. ესე იგი ვიმეორებ თუ 10 წლის განმავლობაში ამ თამბაქოს შენახვის პირობები დარღვეული არ არის და ნაკლებად მშრალ და ისეთ ადგილას იყო, ფანტასტიკურ ნაზავს მივიღებთ. ეხლა ხო გავხსნათ, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ. გავხსნათ. ჩავჭერეთ ჩვენი აქციზური მარკა და არა, საკმაოდ კარგად არის დახურული. არ არის გამომშრალი, აი ესე გამჭვირვალე პაკეტში არის, მაგრამ ისე ქარხნულად არის დაპაკეტებული. აი, გძნობ რომ სველია. ვიო ლარსენზე ყოველთვის ვამბობ, რომ ესეთი მეფური შეფუთვა აქვს რა. ხო, აი ეს ჰერმეტიულად არის ეს დაცობილი, რომ არ უნდა იყოს რაიმე პრობლემა, არ უნდა შეგდახრულე. წამოვიდა ბროწეულის და შოკოლადი ბროწეული, აი რაღაცა მიქსია ესეთი უნიკალური თამბაქო. ძალიან ლამაზი თამბაქოა. გამომშრალია კი. არ არის გამომშრალი, მეთქი ვერ ვიტყვი. მაგრამ საკმაოდ ნოტიო. აი ჩემი აზრით მოსაწევად იდეალური კონსისტენციაა. კიდევ უფრო არ გამომიშრეს, ამას გადავიტან რაიმე კოლოფში, უფრო გერმეტიულში და იქნება შესანიშნავი. მოკლედ ჩემს ლორენზეტიში მოსინჯოდ ახლა გავსინჯოთ პირველად ვიო ლარსენის ეს 2015 წლის, ანუ 10 წლის თამბაქო. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ბალსას 9 მმ-იან ფილტრს. თქვი რომ ეს ფილტრი სხვებთან შედარებით უფრო მომწონს, აი ესეთი ხეარი. ფაქტიურად როგორ გითხრათ, აი ღრუბელივით არის რა. ეხა ხელი რომ მოუჭირო, ფორმას ადვილად დეფორმირდება. ესეთია და მგონი ყველაზე ნეიტრალურია. მოვიღოთ
ეკედან ესეთი სპეციალური ყავის ესეთი ყავის ჯამით ასე თუ რაღაცა გადასატანი ყოველთვის გქონდეთ, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, თამბაქო კარგია თუ მოწევის წინ ცოტა ხნით გაჩერდება ჰაერზე. ანუ ვიცით ხო ღვინის მოყვარულებმა რომ ღვინო კარგი არის, კარგი ღვინო თუ ცოტა ხანი ჰაერზე გაჩერდება და ჟანგბადს შეირევს, ხო? აი ზუსტად ესე არის. თუ თამბაქო არის ძალიან ნოტიო, ზედმეტად ნოტიო. მაშინ 10-15 წუთი კი არა, ზოგი 1 საათს, 2 საათსაც კი გააჩერებს აი ასეთ ჯამში, რომ თან ჟანგბადი აიღოს და თან გამოშრეს. ეხლა ეს იდეალურია. და როგორ ხდებით, ნახეთ, აი ასე უნდა მოუჭიროთ თამბაქოს ხელი და თუ თამბაქო არ იმსხრევა. ესე იგი არ არის ზედმეტად გამომშრალი, აი რაღაც სირბილეს გზნობ. ანუ იდეალურია ეხლა მოსაწევად. უბრალოდ აი ესე 3-4-5 წუთის განმავლობაში ესე შევეცდები, რომ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი აიღოს. და შემდეგ უფრო გემრიელია და უფრო არომატულია. ეს მე თავიდან ძალიან არ უპრესავ, ჩავყრი და აი ესე ყველა მხრიდან მოუკაკუნებ, რომ თავისი სიმძიმით ჩაიწიოს თამბაქო. ეხლა უკვე როდესაც აღარ ჩადის, სულ მცირედი, რომ არ მომიწიოს. ეს იცით როგორ არის, ყველა თავისებურად აკეთებს. მე წლების განმავლობაში აი ესეთი გამოვიმუშავე და აი ასეთი სიძლიერის დატევა მომწონს, ზოგს უფრო ძლიერი, ზოგს უფრო ნაკლებად ძლიერი. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თამბაქოს, როდესაც აი დატენით, ძალიან ძლიერადაც არ დატენოთ, იმიტომ როდესაც მოუკიდებთ, თამბაქო შემდეგ იზრდება, მოცულობაში ფართოვდება და შეიძლება ბევრი სიამოვნო რაღაცაც მოყვეს ამას. მოკლედ ეს ახლა ბევრი ვარ დაგღალოთ, ამას ნელ-ნელა თავად ის კულტურა და ამის ცოდნა ნელ-ნელა მოვა და ნელ-ნელა ჩამოგიყალიბდებათ. Arsenii როგორც ყოველთვის საუცხოა. გემრიელია. აქვს რაღაცა საერთო და რა თქმა უნდა ექნებოდა კიდეც. რაღაც ახალს ვერ მოიგონებდნენ, აი 1864 რომ აქვს ვიოლარსენის არომატიკი. მაგრამ აი ანუ ვირჯინია და ბერლი ერთნაირად იგრძნობა. აქაც და იქაც. და ერთნაირად კარგია. უბრალოდ აი იქ აიმ თამბაქოს იქ შოკოლადი იყო წამყვანი. აქ უკვე
ეს აღნიშნე ეს ბროწეულის და ეს კენკრის ჟოლოს არომატებია, მაგრამ აი ამ მაღალი კლასის არომატიკებს და ვეოლარსენი მაღალი კლასის არომატიკებს მწარმოებელ ფირმად მოიაზრება, აი ეს აქვთ რა. რომ ეს ხილის არომატები არ არის გამაღიზიანებელი. აი რო კიდას უსტად ისეთია, ეძებ მას სადღაც და არის თან. არიკმინება ცხლად არ იწვის. Ну, რა თქმა უნდა, თქვენ თუ არ გააკეთებთ ამის პროვოცირებას და მე ხლა განხილვების დროს ყოველთვის მიწევს ამის პროვოცირება, იმიტომ რომ უფრო ვიწრო დროის მონაკვეთში ვეწევი, ვიდრე ჩვეულებრივად ვეწევი თამბაქოს და ამიტომ ეხლა ცოტა უფრო თითქოს მიცხელდება სავით, მაგრამ მაინც არ არის რაღაც დისკომფორტი. გავთიშავ და შუა ჩიბუხში დაგიბრუნდებით. ეხლა შუა ჩიბუხში ვართ. ანუ ნახევარი უკვე დაიწვა. და ესეთი თამბაქოა, ესეთი უფრო მოციტყვიან ბოლი უფრო შეკრული და ესეთი მსუყე გახდა. ეს არომატებიც უფრო დამჯდარია და არყვირის არ გაღიზიანებს. იმაზე უფრო ვიდრე დასაწყისში იყო, ანუ უფრო დასერიოზულა, რო ვთქვათ. ხეშად. ძალიან გევრილი და კარგი თამბაქოა. უბრალოდ მე მაინც მჩება ისეთი შეგრძნება, თითქოს აი 10 წელი დაძველება აი ამ თამბაქოსთვის. ის რომ 2015 წლიდან 2025 წლამდე გაუხსნელად იყო შენახული. არ ამგონია რომ თალაც საუკეთესო დაისახა მასზე, როგორც აი თავში გითხარით, რადგანაც მგონია რომ 2-3 ან 4 წლის წინ უკეთესი იქნებოდა. ანუ როგორც ამომე რა კლასიკურ არომატებს 4-5 წელზე მეტი დაძველება არ ჭირდება, არ უხდება. თუმცა ძალიან კარგი თამბაქოა და სხვას არა და ისევ ვეოლარსენს თუ შევადარებ, აი მე რო წინა ტესტზე მქონდა ის 1865 არომატიკი. იმას 1-2 ქულით უფრო მეც დაუწერ, ანუ იმას თუ 10 დაუწერდი, ამას 8 დაუწერ. არაფერს არ ჩამოვარდება, უბრალოდ აი ეს არომატიკის აი ეს კენკრა ბროწეული ჩემთვის უფრო ნაკლებად გემრიელია, ვიდრე აი ეს შოკოლადი და ეს თხილი იმას რო ქონდა. ამიტომაც უშვებენ ეს მწარმოებლები სხვადასხვა ნაზავებს, ეს იმას არნიშნავს, ეს იმაზე ნაკლებია. მე ჩემს მოგახსენებთ სუბიექტურად, ჩემთვის აი ის ცოტათი უკეთესი იყო. მეტი არაფერი. რო ვიყიდე არ ვინანე, რა თქმა უნდა, მაქვს მექნება კოლექციაში პერიოდულად მოვწევ. ამ კენკრასაც მისი დრო და ხასიათი ექნება, ამ შოკოლადს თავისი. კარგია და კარგია რომ საქართველოში შევიძინე. ასე რომ, ესე იგი, ისე თქვა მინდოდა, იმათი ქულიდან 9-ს დაუწერ, იმიტომ რომ 2 თუ მოაკლდა, რაღაც გემონური თვისებების გამო 1 დაემატა იმისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელია იყიდო.
მე წავაწყდი და ვიყიდე, რამდენად შესაძლებელია ვერ გეტყვით. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ის თამბაქოა, რომელიც თავისუფლად ყიდვა არ არის შესაძლებელი, ის გამოდის თუ არა მაღაზიებში, ყველგან ქრება. ეხლა სპეციალურად შევედი და ვნახე და ეს 2015 წლის გამოშვება არც ერთ უცხოურ მაღაზიაში არ არის. არც ერთ უცხოურ მაღაზიაში არ არის. და აი ბათუმში თავისუფლად ვიყიდე ერთ-ერთ მაღაზიაში. შეიძლება ითქვას, რომ ექსკლუზიურად მე შემომთავაზეს. ცალსახად გემრიელი და კარგი თამბაქოა. მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ, თავს არ შეგაწყენთ. მოიკითხეთ, აბა ნახეთ საქართველოს მაღაზიებში, მე ზუსტად ერთი კვირის წინ შევიძინე. იქნებ სადმე იყოს და თუ შეიძენთ არინანებთ. ეს იყო რაც შემეძლო ეხლა მეთქვა. მომავალ შეხვედრამდე მე გავაგრძელებ და ვისიამოვნებ. კარგია. ეხლა ბოლოსკენ ჩავიდა და ეს ხილის არომატები გაქრა, მაგრამ რაღაც ცირე სიმჟავე შეიძლება ჟოლოს რაღაც ცირე სიმჟავე რჩება, სასიამოვნო სიმჟავეო. და აი უფრო სუფთა თამბაქო დარჩა. ძალიან სასიამოვნო, მიუხედავად იმისა, რომ ჩიბუხი ცოტა გადაცხელებულია. ეხლა მე ვგრძნობ, რომ ცოტა გადავაცხელებ. ეს ჩემი ბრალია და არა თამბაქოსი, იმიტომ რომ მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ის გავაკეთე მოკაჩვა თუ როგორ ქვია. ანუ ინტენსიურად ვეწეოდი. გაგრილებას რო აცდი, კარგი თამბაქოა თან კარგად იწვის. მოკიდება არ ჭირდება. იქ გაღუვებული რჩება და მე მხოლოდ მოკაჩვის ხარჯზე აღვივებ. როგორც აღნიშნე, ესე ბოლს არ უნდა გამოეკიდოთ ჯარ ბოლს და ესე ცირე მოკაჩვებით უფრო გემრიელია. აი სიმჟავე აქვს მუშტუგზე. ძალიან ჩამოგავს ამაში სერ უოლტერს ჩემს საყვარელს.